მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე ქართველმა სამართალდამცველმა მოკრივემ ედვარდ იმერლიშვილმა ოქროს медаლი მოიპოვა. მან ფინალში ფრანგი სპორტსმენი დაამარცხა. ქართველი მკლავჭიდელების მონაგარი კი 6 ოქროს და 1 ბრინჯაოს медаლია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე წელს პირველად მონაწილეობენ. ქართულ სპორტსმენებს 7 სახეობაში 12 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს медаლი აქვს მოპოვებული. ოლიმპიადა 12 აგვისტოს დასრულდება. მადლობას მოუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მოგვეცა საშუალება ამ დონის შეჯიბრში მივიღო მონაწილეობა. ყველა სპორტსმენს ულოცავ, ყველა ქართველ სპორტსმენს გამარჯვებას. ამ медаლს უძღვნი ჩემს სამშობლოს და ჩემ ოჯახს. ავიღე 2 ოქროს медаლი. მოხარულია ტარდება ასეთი შეჯიბრებები. დიდი მადლობა ჩვენ ხელმძღვანელობას და გამარჯვებას უძღვნით ჩვენ ქვეყანას.